ხვამჯავას სახელობის ონკოლოგიის ცენტრის პაციენტების საახალწლო საჩუქრებს საკუთარი ნამუშევრებიდან შემოსული თანხებით მიიღებენ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების მძიმე სენით დაავადებული მოზარდების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრებს კონკრეტული ფასი არ ჰქონდა, ნებისმიერ დამთვალიერებელს ნახატების შეძენა საკუთარი შესაძლებლობის და სურვილის შესაბამისად შეეძლო. გამოფენიდან შემოსული თანხა კი ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სწორედ ახალი წლის მისავალსად საჩუქრების შესაძენად არის განკუთვნილი. მოეწყო ამ ბავშვების ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების ნახატების გამოფენა გაყიდვა, შემოსული თანხა მოხმარდება ამ ბავშვების საახალწლო საჩუქრების შეძენად. ბავშვებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მთელი გულით გააკეთეს ეს ნახატები, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ იქ როცა საავადმყოფოში წვანან აქვს თავიანთი საქმე და მათთან ფსიქოლოგი მუშაობს და გამოხატავენ თავიანთ დაარდებს, თავიანთ კივილებს და თავიანთ იმედებს სისარტყელა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის ეს